მიდგომას ამ თემასთან დაკავშირებით იმის საუბარზე, თუ როგორ უნდა მოხდარიყო სიტუაციის ნორმალიზაცია. არის ესეთი ძალიან ცნობილი პრეზიდენტი ყაზახეთის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც მოახერხა, რომ ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ატა გადაიტანა სხვა ქალაქში და გადაიტანა ქალაქში, რომელიც მდებარეობდა 50 წლის წინ რუსეთის სტეპებში. ფაქტურად სელინოგრადის რაიონში. და როცა რუსეთმა და ეს მე მითხრა ერთ-ერთმა ძალიან მაღალი რანგის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელე, როცა რუსეთმა ძალიან აგრესიულად და ცუდად მიიღო, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი. კითხა ნაზარბაევს, რომ რატომ აკეთებს ამას და რატო გადაგაქვს ასტანაში, ესე ვთქვათ, დედაქალაქი, ნაზარბაევმა უთხრა ესეთი აღმოსავლური სიბრძნე, чтобы быть ближе к Москве. ანუ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრების დონე დაახლოებით 5-ჯერ მაღალია ვიდრე საქართველოს. და არ თქვათ, რომ ეს მარტო ნავთობის და გაზის დამსახურება. ეს არის ბრძენი, ჭკუაზე, ნორმალურად მომუშავე, მოფუნქციონირე თავრობის ხელში. და კიდევ ერთი მომენტი რა, ძალიან ადვილია, როცა შენ პირადად არ გეხება ეს პასუხისმგებლობა აგინო სხვა ქვეყანა. მაგრამ როცა მილიონი ადამიანი შენი მოქალაქე იქ ამის გამო ვარდება ცუდ სიტუაციაში, როცა რამდენიმე მილიონი შენი მოქალაქე აქ ვარდება ამის გამო სიტუაციაში, ეს ვაჟკაცობა არის. ეს არის უპასუხისმგებლობა. კარგით, მალოთ მე ავიცი თქვენი ციფრა ბესოჯუღელი გაიქცა ნაცნობრობიდან და იტალიიდან რაღაც საშინელებებს წერს, მინდა ასე გითხრათ, რომ ძალიან მაინტერესებს. გაიქცა საქართველოსთან ივანიშვილი. საჩვენა ყველა თავის. იძინა ივანიშვილი არის უდიდესი ადამიანი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, უდიდესი როლი ითამაშა მან, ისეთი ფარული და მე არასდროს არ მithქვამს დღეს ვიტყვი. პირველად რომ იძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც გარდა იმ სიკეთეების, რაც თქვენ ეს ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში გაგიგიათ მის შესახებ, ის აქტიურად ცდილობდა საქართველოში პოზიტიური პროცესების დანერგვას და მინდა საუბედუროთ თუ სხვანაირად დავარქოთ, ის ძალიან აქტიურად ეხმარებოდა სააკაშვილს. ვარდების რევოლუციის დროს ფინანსურად. და შემდგომაც წელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ახლა ლეგენდას არ მოგიყვებით, მე მასთან მქონდა რამდენიმე ურთიერთობა და ვთვლი რომ ამ ადამიანს მართლა გულწრფელად უნდოდა და ახლა შეუმწარე არავინ არა ვართ, ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს პირველად ვამბობ რომ ღიად რომ მე დიდი შეცდომა დავუშვი თავის დროზე, იგივე ვარდების რევოლუციის დროს, მაგრამ ხარს უსვავ რომ ეს არ იყო თქო მარტო ჩემი შეცდომა, ეს იყო ჩვენი ერთობლივი ესე ვთქვათ შედეგი. ივანიშვილს ესეთი შეცდომა ჰქონდა და ახლა ბიძინა ივანიშვილის აქ ყოფნის ან არ ყოფნის თემა ჩემთვის ბუნდოვანია, მაგრამ ის ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ გულწრფელად იყო დაინტერესებული მათ შორის თავისუფალი მედიის შენარჩუნებაში. კარგით, მოკლედ მაყურებელი შემოვიყვანოთ. დიახ, ესე ხარ, გისმენთ. ამბობ ბატონო დავით. გისმენთ ბატონო, შეგიძლიათ თქვა. არა, შეკითხვა არ მაქვს, უბრალოდ რამე ეს უყურე პარლამენტში ბატონო ეროსის უბრალოდ რა არის ეს სასაცილო იყო რა, გოგორიშვილის და თარგამაძის ესეთი აღკინება რა, ესე გაბარაზება ბატონო ეროსის მიმართ. სიმართლეს გეტყვით ბატონო დავით, ბატონო ეროსი არასდროს არ მიყვარდა და პაპის არცოდი, მაგრამ თუ მარტო ბატონო ეროსის გადასაწყვეტი იყო და საქართველოს შობი დაიწყებოდა თუ არ დაიწყებოდა და მარტო მაგისი გადასაწყვეტი იყო ინფორმაცია თუ ანა ინფორმაცია, ну კარგი დღეში ყოფილიყარ ქართველები რა, ბოდის გიხდეს ბატონო ეროსი რა. ახეთი რაღაცა. Как дерьмово, слушай, зараз საინტერესო ფილმი გააკეთეს ამერიკელებმა ეს 15 წლის წინ იყო თორემ ტელემაგნატი და პრეზიდენტი და აი მე ვიცი ეს მექანიზმებს საკმაოდ კარგად ვერკვევი ფესავით საშიშია ყოველთვის ხელფეთის ნავში ზომა მით უმეტეს მედია მფლობელისათვის მით უმეტეს ესეთი აწესილი ქვეყნისას ახლა მე გამერწუნებ გულწრფელად გეუბნებით ძალიან ბევრი რამე გადავაფასე ამ ბოლო 15 წლის მანძილზე და თავად აი ეს პერიოდი იყო ის საშინელი 90-იანი წლები არალეგიტიმურობა გაუსაძლისობა უწესო რეჟიმი იყო და იქ მასაძნელი იყო აი ესე ვთქვათ მედია საშუალებებისთვის რომ დამოუკიდებლად ეცოდა რაღაც დემოკრატიული ფასეულობებისთვის თავიანთი ძალებით შესვლა აუცილებლად რომელიმე ესე ვთქვათ სეგმენტთან დაახლოვება გაიძულებდა ცხოვრება. ვინ როგორ გაუძლებს ერთია, მაგრამ აი ხომ მოხდა ის ეგრეთ წოდებული ვარდოვანი რაღაც. აი დისტანცირებული ყოფილიყავით. საერთოდ
დასულიყავით, აი მესმის რომ ახლა თქვენი ინტერვიუ წავიკითხე რომ 4 ხეულის 5 ხეულის წესით ყველაფერს ახლა დღეს ჩვენს არამობის წინ საფრთხეს ბადრი პატარკაშვილის ეს იცის დაახლოებული პატარკაშვილი ეს ხდება მე დამდივარ ვიცი რომ ესწრებოდა ბოლო დღეების შეხვედრებს და ხეთ თავად ბრძანეთ რომ მომთხოვეს ხო შერიგება იმიტომ რომ მას ისიც აფინანსებდა ხო მოდი ესე ვთქვა რა მე იანვარში მე ვაპირებ და უკვე დამთავრებულია წიგნის ესე ვთქვა ნაწილი გავაკეთებ ეს თქო რეკლამას და ეს წიგნი გამოვა იანვარში ამის ბოლოს აღწერილია ფაქტიურად ის რაც ხდებოდა 90-იან წლების და 2000-იან წლების დასაწყისში, რაშიც მე ვიყავი ჩართული, აი ესეთივე თემატიკა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ძალიან ბევრი იქნება, საკმარისად ბევრი იქნება იმისთვის, მათ შორის ვარდენის რევოლუციის ისტორია. მე ერთი ესე ვთქვათ, განცდა მაქვს რა, ხა არ შეიძლება ახლა საუბარი იყო გოგორიშვილზე, ან გივით არგამაძეზე. ხო, ხალხთან ხათუნა მომართავდა მე პასპორტის სახელით. ერასტი კისმარიშვილი, მე ვერ გამოვგაუჩებ დამალებს ვერ დამალებს. აბა, პაპის სახელია ეს ჩემი, რომელიც დაიღუპა 53 წელს მეორე მსოფლიო ომში. დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე. ბრძოლისას საბჭოთა ჯარისკაცი იყო და დაიღუპა და მის საპატივცემულოდ დაობლებულმა ოჯახის, ესე ვთქვათ, უმცროსმა შვილმა მე დამარქვა მის სახელი. დაბადების დღიდან, ესე ვთქვათ, მე რატო ამბობ ამას ყველაფერს ბოლოში გეტყვი. დაბადების დღიდან მე მქვია ეროსი და მე სახელი დედისგან მაქვს. დედა გადამეცვალა მე ვიყავი 3 წლის. ამიტომ მე ორივე სახელს ვინარჩუნებ ზუსტად იმიტომ, ანუ ჩემ სახელს ახლა მე ბუნებრივად ვერ შევიცვლი, სხვა შორის გავიგებ რას მქვია პასპორტის პირველ კლასში როცა მივედი, მე ორივე სახელს ჩემსაც ვინარჩუნებ და ამაში მე შეურაცხყოფილს ვერაფერს ვერ ხედავ. სხვა შორის გოგორისაც აირია. რატო ამბობ ამას ახლა ხას გავუსო მომისცემა. რა მაი რუსეთის სამყარო საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტების მხრიდან იყო ვიზიტი საქართველოში, სხვა შორის ეს იყო ერთ-ერთი ჩემი წინადადება რომ ნორმალიზაციისთვის. ეს იყო РИА Новостის, იტარტასის, ინტერფაქსის, კომერსანტის, იზვესტიას, აგანიოკის, რა გაგიდია ცნობილი და არაფრითელი პრესა ვიზიტი. გეხვეწე 8-ში სააკაშვილს რომ მიდი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან. აქ საუბარი არ არის საბჭოთა არმიაზე, აქ საუბარი არის ქართულ ისტორიაზე. 700,000 კაცი, მათ შორის ჩემი პაპა წავიდა ამ ომში. 400,000 ადამიანი დარჩა იმ ბრძოლის ველზე. ყველა ოჯახში შევიდა ეს ტრაგედია. გეხვეწე სააკაშვილს 9-ში მიდი, რომ ჟურნალისტებმა რუსულენებს მოდიოდნენ ჩვენთან და მეკითხებოდნენ, თქვენ ხო ასე ხართ რომ ესე ვთქვათ რუს საბჭოთა ჯარში, ეს ვთქვათ აი ამასთან დაკავშირებით იგივე დამოკიდებულება გაქვთ როგორც ავხოთ ესტონელებს, მეუბნებოდი არა ჩვენ ამის შიგნით ვიყავით. ესტონელებს თავისი ისტორია აქვს, სულ განსხვავებული და თავისი პრობლემები აქვს რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ომში ჩვენ ერთად ვიდექით. არა სტალინის გამო, არა ვინმეს გამო, არამედ ჩვენ 700,000 ადამიანი გავუშვით, 400 დავკარგეთ, სააკაშვილი ვერ მივიყვანე გამიგზავნა ბუდიშეხტის გადმოვიდა. სააკაშვილი ვერ მივიყვანე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ვაკის პარკში. დიდი უბედურება არის. ვიტყვა რომ აი ხო არ მივალ. და ეხლა პოდი ისე ვამბობ რა რომ აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი ისტორიაზე თქვით უარი. ეს პრიმანი არის. ახეთი რამე ნიშნავე აი მე დავიჭირე იმ ხალბატონს. იმ ხალბატონს საჭირო ეს ციგნია დასაწერი. ამ ხალბატონმა თქვენ ერასტის მოგმართა მე გადავიდე. თუმცა მისო მე ამაზე უნდა ვინერვიო. ხო, მე გამიკვირდა რატომ აქ რადატრის ფაქონდა ამას ჩემი თავი. უცბად აღმოჩნდა ნოემბერში რომ ბადრი პატარკაშვილის ბადრი კი არა არკადის ხდებია. აი რა საერთოდ იაფასიანი პროგრამების რაღაც აფიქსირება მენიშნად არ იყო ეს. თევანდები შეკრება არ იყო რა. ამიტომ მე არ განვიცდი არანაირად ამ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ ხას უსვავ ესე ვთქვათ. ამ კონკრეტულ ადამიანებზე თავიანთი საქმისა თვითონ იციან, მათ თავიანთი საქმე შავი სამუშაო შეასრულეს, ღმერთმა ამ სიმართლით გაუმარჯვოთ, რა სიმართლითაც დღეს იმუშავეს და რა საწმუნოებრივ თუ წმენის ასპექტებშიც იყვნენ. რაც შეეხება ჩემთვის მნიშვნელოვანს, ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ის თუნდაც ის ორი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს სახლში და ის ორი ადამიანი, რომლებიც დღეს არიან სიტუაციაში, როცა ერთის სიძე იყო, თქვით, 2 კვირის განმავლობაში წვიაველია, რომელსაც დაუნგრიეს, დაუწვეს, გააუბედურეს და ფაქტობრივად გამოტირებული ყავდა და მეორე მხრივ იყო საუბარია იმ პოლუზე ახალგაზრდა ულამაზესი ხალბატონია, რომელიც 16 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს ტუტქალაში. თავის მეუღლესთან, რომელიც იბრძოდა ამ დროს ოსეთში, შემდეგ გადაისროლეს კოდორში მე მგონი, რომელსაც ყავს 2 შვილი.
16 კვადრატულ მეტრში ორშვილიანი ოჯახი. სოხუმიდან ყოველი. მე ამ ადამიანების წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი, რომ სიმართლე ითქვას, სიმართლე დადგინდეს და შემდეგ ამ ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული ალტერნატივა. და კიდევ ერთი დეტალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ცოტა ეგრეთ წოდებულ დასახლებას უშენებენ, რეზერვაციას უშენებენ, იქიდან ტოლულებს გაიხსენეთ რამდენიმე წლის წინ, როგორ ყრიდნენ იგივე ტოლულებს $7,000 კომპენსაციით იმ ადგილებიდან, რომლებშიც ესენი იყო. ანუ მე რა თქმა უნდა, არა თანასწორობა პრობლემატიკის. ანუ ერთ შემთხვევაში თქვა გზნობ, რომ ეს უკვე დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ეს 20,000 ტოლული შენ აკეთებ უკვე უცხოეთის ფულით, აი იმას რასაც აკეთებ, მეორე მხარეს აკეთებ იმას